ერთ რაღაცას ვიტყვი და არ ვიცი შეიძლება ძალიან ბევრი გაბრაზდეს ვინც ფსიქოლოგიას აბერებს მით უმეტეს, მაგრამ ტრავმები ხანდახან არის საჭირო და რატო გონია ხალხს რომ ვინც არის ფსიქოლოგების ოჯახში გასდელი, აი ძალიან ტრავმების გარეშე იზრდებიან და ძალიან ბედნიერი ხალხი იზრდება. არა, რა თქმა უნდა, თუ მშობლებმა არა, ცხოვრება მაინც დაანახებს სიტუაციას, სადაც ეტკინება, ასე ვთქვათ. ანუ ტრავმა რატო ჩნდება? ტრავმა ჩნდება, როცა აი ადამიანისგან რომელსაც ენდობი, გატკენს რა, ანუ რო არ ელოდები და გატკენს. ეს არის ტრავმა ხალხს. ხანდახან საჭიროც არის ხალხო მართლა რომ რაღაც ისწავლო ცხოვრებიდან. ანუ იგივე თემაა, რომ აი ველოსიპედზე რო კატაობდი ხო იცი პატარობაში და არ იცი კატავი რო დაждები, თუ ხელი რო არ გაეშუათ, შენ ვერ ისწავლიდი ხო კატავს. დებით რაც მიზახი, ანუ არ მინდა გავამართლო, მაგრამ ზოგადად ცხოვრება ეგეთია, რომ ტრავმების გარეშე შეუძლებელია იყო და თუ ეს შენ გაზიანებს, აი ისდები და ხდები, რომ აი ინდონეზია წუდი ტრავმაა, რომ გიშლის ხელს რაღაცაში, აი მაშინ მიდიხარ ფსიქოლოგთან, არა ყველა ტრავმაზე, ხო? მაგას მიზახი. ამიტომაც ტრავმები ხანდახან ჩვენ პირიქით გვაძლიერებს იმად გვხდის, ვინც ვართ ახლა სინამდვილეში. ძალიან ბევრი ვიცი მაგალითად აი პატარობაში რო ეუბნებოდნენ არ იყო ხმაურიანი, არა მოიღო ხმა, ჭუმად იყავი და მე რო იზრდებიან ძალიან ხშირად ადამიანებს ვისაც ეს ისხება ბავშვები, პატარა ბავშვები, იმიტომ ხდება რომ პატარობაში თავად მათ ეუბნებოდნენ რომ არ იყო ეგეთი და რო ხედავენ ბავშვს რომელიც არის ეგეთი რა. თქო არ მოგწონს, ანუ ორი ვარიანტი რატო ეს ისხება ბავშვები, როცა ხმაურობენ. ერთი მართლა ნერვები გეშლება შეგაწუხა უკვე ამ ბავშვის ღრიალმა. ან თუ ძალიან ბედნიერი ცანცარებისა ესა, ან უბრალოდ შენი შინაგანი ხმა ამბობს რომ რატო აი ეგეთი მე ხომ მიგზავნენ ეგეთი რომ ვიყო, ახლა შენც არ უნდა იყო. ხდებით ას ვიცახი. ეს არ ამოტო ბავშვებზე, უბრალოდ მაგალითად მოვიყვანი. უბრალოდ ვიცახი რომ ტრავმის გარეშე შეუძლებელი, იმიტომ ჩვენ ვართ სოციუმში, ხალხში ვიზრდებით, ხდებით? და იდეალური ვერც ვიქნებით და არც უნდა ვიყოთ, მე თუ მკითხავ.